ნიკოლოზ ჩიქოვანი, მიზანი ეროვნული ნაკრები და დიდი ევროპული ფეხბურთია. 20 წლის ნიკოლოზ ჩიქოვანი რუსთავიდან დღეს უკვე ლიეტუვის უმაღლესი ლიგის კლუბ ალიტუსის ღირსებას იცავს. მისი საფეხბურთო გზა სწორედ რუსთავში დაიწყო, ბავშვობაში კი ოცნებად ჰქონდა, რომ ერთ დღეს მაღალი დონის ფეხბურთელი გამხდარიყო. პირველი ნაბიჯები მან მეტალურგში გადადგა, სადაც 12 წლამდე თამაშობდა. ნიჭი მალევე შეამჩნიეს და სპ აკადემიაში მოხვდა, სადაც 4 წელი გაატარა. ნიკოლოზის თქმით, ეს პერიოდი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან აკადემიაში ყველა პირობა ჰქონდა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელს სჭირდება: სწორი გარემო, დისციპლინა და განვითარებისთვის საჭირო პირობები. აკადემიის შემდეგ მან კარიერა დინამო თბილისის აკადემიაში გააგრძელა, სადაც 17 და 19 გუნდებში თამაშობდა. სწორედ ამ პერიოდში გამოიძახეს საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში, რაც მისთვის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გახდა. დინამოში მიღებულმა გამოცდილებამ კიდევ უფრო თავდაჯერებული გახადა და უახლოეს მომავალში უკვე პროფესიული კონტრაქტიც მიიღო. 18 წლის ასაკში ნიკოლოზმა სიონთან გააფორმა პირველი პროფესიული ხელშეკრულება. ბოლნისში 1 წელი დაჰყო და ამ პერიოდში გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად თამაში დიდ სკოლად ექცა. სწორედ მაშინ გამოჩნდა ინტერესი ლატვიის უმაღლესი ლიგის კლუბის ლიეპაიას მხრიდან და ნიკოლოზმაც კარიერა უცხოეთში გააგრძელა. ეს იყო მისი პირველი ევროპული გამოცდილება, რომელმაც, როგორც თავად ამბობს, სულიერი სიმტკიცე და მეტი პროფესიონალიზმი შესძინა. დღეს ნიკოლოზი ლიეტუვის უმაღლეს ლიგაში თამაშობს და ალიტუსის მაისურს იცავს. ახალი გარემო და ახალი გამოწვევები მას არ აშინებს, პირიქით მოტივაციას აძლევს. ახალგაზრდა ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ თავისი მიზნების მისაღწევად დიდი შრომა მოუწევს, თუმცა ყველაფრისთვის მზად არის. მისი ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებაა, ხოლო შემდეგ მაღალი დონის ევროპულ ფეხბურთში მოხვედრა. ვიცი, რომ ეს გზა ადვილი არ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბოლომდე შრომით ყველაფერს მივაღწევ. მთავარი მიზანი ეროვნული ნაკრები და დიდი ევროპული ფეხბურთია და მჯერა, რომ ამას აუცილებლად შევძლებ, ამბობს ნიკოლოზ ჩიქოვანი, რუსთაველი ფეხბურთელი, რომელიც დღეს უკვე საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით აგრძელებს წინსვლას.